და მეგობრები, თავისი მეტოქეები და მათთან ერთად თავისი საკუთარი ლექსებიც გთხოვთ. კვირა ისე არ გავა, ცოტნე მარდამირეკოს და არ მითხრას, რომ ჩაბანოში წვინსო, ამინდი არ გამოვიდაო. მორიგი ქვაბი დავდგი გამოსახდელათო და არ ვიციო სუნზე მოდიანო ეს ჩემი მეზობლებიო და ძმაკაცებიო, არ ვიცი ვინმე მაფეზღებს იმათთანო. იმიტომ ვითხოვეთ, რომ ცოტნემ თვითონ წარადგინოს თავისი მეზობლები, რომ აი გულწრფელად გეუბნებით. კვირა არ გავა ნამდვილად, ცოტნესთან არ შეიყარნენ, არაყი არ ხადონ, ცოტნე ბრალი შენი დაგადგება ნახევარი დარბაზი თავზე და იქ არ ილექსონ. აი ახლა წარმოგვიდგინე ვისთან ლექსობ ხოლმე. მოგესალმებით, გამარჯვებათ. ისე მგონი მაგით რომ დავიწყო ჯობია, ქალბატონო მარიამ, ერთი პერიფრაზს გავაკეთებ. ცოტნემ თქვა, ჩაბანოშია, მივალ მამყვება წვიმაო. ეგეთ ამინს რაც მასდევს, სულ ვიცი წინ და წინაო. მე და ჩემ არყიან შტოფებს ორთავ გამოგდის წირვაო. როგორც ყველა შაური სოფელი გაჟღენთილი არის ლექსითა და მუზით. ტრადიციულად სოფლებს მათ შორის ჩაბანოსაც საგმის ხეობას ყავდათ შესანიშნავი ხალხური მტკნელები, შემოქმედი მოკაფეები, ცნობილები მათ შორის იყვნენ ხოხა, წარია ხადილაშვილი, ბუთლა და ასე შემდეგ. ერთი ესეთი ტრადიცია იყო, როდესაც მოლექსები არ იწყებდნენ ხოლმე, ვერ იწყებდნენ ყოველთვის კაფეა მოგახსენებათ, სუფრასთან ერთად იქნება შემღერნება და როცა არ იწყება და არა და ბავშვებმა იცოდნენ ხოლმე რომ აი ვიღაცის ნათქვამს წაიღინებდნენ, წამოიღინებდნენ, ნუ ძალად ატეხავდნენ ხოლმე ამ თავის მამა ბიძად სალექსოდ. სხვათა შორის ესეთი რამე მახსოვს რომ აქ სოსო პატარაშვილმა რო იმღერა, მისი პაპა ყუნჭა იყო ცნობილი მოლექსე იყო, ხო და ერთხელ ესტუმრა ირაკლი ალგუთაშვილს სახში და უნდა გაიშალა სუფრა და არაფერს არ ღერიან და ხან გამოჩხრიკე ღუმელი ხარ რაღაცა მერე რაღაცა წავიღიგინე მეს და პური მოკრავ ყუნჭამ რომ მე შაურ სიმღერას ვღერ პატარა ვარ და შამომიმღერა იქიდან რომ რა ჩაიუბნაო ძმის სულმაო რაზა წუხს იმედ ბურჯიაო მამა შენ სენა არედვას განა ყუნჭაიც გუნჯიაო. აი ესე იწყებოდა შაური შემღერება. აქვე წარმოგიდგენთ ახლა ჩემი სოფლიდან არის ჩემი უფროსი მეგობარი ჟორა კოჭლაშვილი, რომელიც თავისჭირად არის ატეხილი. ჩვენ დავარქვით ლექსის ერთ-ერთ ფორმას შინშურები. ანუ ეს შინშურები რა არის? გვინდა არ გვინდა შინში დაიდაშულს ანიშნავს და სხვა დრო კაცი რო ან ბიზაშულად არ გერგება ან რაღაცა ეხლა ორი შინში ვიყავით და დაგვემატა თეთრაული დავით ისაც შინშს გვეძახეთ ჩვენ შინსაც ვეძახით. ეხლა ერთი კაცი დავიჭირეთ გზაში ალუტელი არის იოსები ჯანგირას ეძახენ, მაგრამ მგონიაგად შინში ხდება და მათ შორის ყველაზე კოლორიტური არის ზაურ წოწკოლაური, ქიქილ ზაური, ბავშვობაში ზაური კი ახლა ქვია, მაგრამ ხუზაური ერქვა. ხო და საკმაოდ კარგი ლექსების ავტორები არიან და მე ვთხოვ რომ თითოეულმა მათგანმა თქვენის ნებართვით ქალბატონო მარიამ დავიწყოთ უკიდურესი და ყველაზე წარმოსაგებდი აღნაგობის ადამიანი ზაურ წოწკოლაური.
მოგესალმებით. Ერჯერ მანახოს ესეთი თავშეყრა თქვენი ჩემო მშავლებო. მინდა რომ ყოველთვის ერთად ვიყოთ მთელ საქართველოსთან ერთად. ეხლა ლექსების წერა მე ძალიან ადრე დავიწყე, მაგრამ არავისთვის გამიმხელია. ეს ამბავი და იცით რა, ძალიან გაბრაზებულმა დავწერე ეს თუ რამე დავწერე და გავამხილე. დამიწერეს ლექსი მაგჩაბანოვლებმა და იმ არყიანი შტოფების გამო საჯელის გამოტანაში მეც მიმიწვის ხოლმე ხან და ხან ბრალი. და ხან დამაბრალეს რომ ხან რა და ბოლოს დათრობა დამაბრალეს. და გავეცი პასუხი. ხან ლანძღავთ ჩაბანოვლებო, ხან კბილთ დავადგა მენასა, ყოჭლაშვილს ულექსები ვარ, თავს არ ანებებს კბენასა, რას გამარჩება ჭიმჭავი, ჩემფერა, ბებერ ზერასა, გადამთვალ როდის მიუველ, როდის დაუჯეგ ტერასა, მაგის ალექსოთ რო გავხდი, რა უთხრა ბედის წერასა, ევრებ არ მელექსებოდნენ, არც შავი ტყობდი წყენასა, ბებერს წაწალი სჭირდება, ნამეტნავ ჩემოდენასა. ცოტნე ალბუთაშვილს მიუძღვენი ხან ხშირად ვიწევს ხოლმე თეინდერთა და ესე დავწერე რომ გადახრავს ეჩემ შინში დაუბერავს ქარივითა მალე დავამოჩქამდება სიტყვა მარდის მჭვალივითა ხალთა შუა ჩაჩხირული ენას იქნებს ხმალივითა მიჟღარულებს ჩინმენდებსა ომის ვეტერანივითა დავარიგე შატლინგდება ნაზნევ პატარდალივითა როდის აღარ დაბრძენდება უღლის გამწევ ხარივითა ზაურის სიმღერა ერთადერთი სიმღერა ცხოვრებაში მე ჩავიწერე ედმა დიდ ტვირთი დამადო ამას მღერის ხოლმე დილაობით, მაგრამ მე აღარ ახსოვს ხოლმე. ედმა დიდ ტვირთი დამადო არ მაპატია ანცობა ძნელი ყოფილა ძმობამა სამ ქალთან მამაკაცობა ბევრისად სამი ძნელია მზის დაკვირა დარდი დამწრობა ფეთები დღამის თევები დღემუდა მაცაბაცობა ქაჩლიკ დაცვეთილ ბერბოტის ფარის თავკაცად ვაცობა ვერდაოკება სურვილთა სიზმარში სიზარმაცობა მემრე სალექსოთ დაჯდომა რითმის რითმაზე ამცობა მაინც თამამა დამავლებს ჩემი გულ და კაცობა ეხლა მოგეხსენება მაგას მე ვიცი რომ კარგი პასუხი აქვს აქვს ბატონო ზაურ მე ვიცი მაგისი კარგი პასუხი ამოიღედა და ბარემ გარეთ მაძღარსაში იმშიაო როგორ იყო გარეთ მაძღარსაში იმშიაო აბა აი სულარი რაგია შინშო თამამად მიდმოდი არცვისთან არ ხარ ვალშია ბაშკაცის ლაზათი მოგდევს მიმოხრაში თუ ხმაშია ვილ მოგონებად შემოგჩა იზრარს რაც ხეხე მაშია ვით ქსუტნა რო აღარ შაქჩა სისველე ხერხე მალშია სისხლის ეგრებ წოვენ რუსები ფერობა ფერებაშია რაგში სუპელას ბაბრალი ვინ შენთან შეხებაშია ან ფეხად ტკივა ან წელი მაგთვენა წვეტებაში წელი ბატონო ცოტნე ბატონ ზაურს მე მგონი ერიდება იმ პასუხის წაკითხვა და მეორესთვის ინახავს არა მე მგონი ერიდება ბატონ ჟორა კოჭლაშვილს თხოვოთ შაბანოში გაზრდილსა და ლექსად
ბატონი ჟორა ახლა გახდა 70 წელს გახლავთ. არის ყოფილი მოცეკვავე. ერთი ეგარი რომ დიპლიპიტოში იჭედება ხოლმე დიპლიპიტოს რაღაც მოგესალმებით მეგობრებო. მოგესალმებით დღეს საქართველოში რა სიტუაცია ფული საშუალებლად აგზავნიან გაცხოვცოლებს საზღვარგარეთ. ხოდა ერთ-ერთ ზემოთაგან ეს ჩემ პატარა ძმები ცოტნე და თოთგოლაური გაგზავნილები გაცხოვლები. ხოდა აუგზავნავის ცოლები შინშებს ერთურთის ფანებსა თავის ცოლებსაც ზოგავენ დადებენ თვისა ქალებსა გადაღლილები დადიან ძლივს ახილებენ თვალებსა მიგვირს რაღაც ამღერებს ნეტარ ემაგად თანებსა მედნუგდარ გამოგვიზახეს ღერას გასწავლითო შაურსა ეს შაკვირდა ჩვენ ზაური სანამ გაკვეთილს მოგცემ და ჩამეეძინა ზაურსა ჩუბჩუბის სომდის შეგირდნი ვერიდებოდით ხმაურსა პედაგოგს როგაევიდოს აგვიტეხ ზაურსა ვინცა სომს უყოლა ეთრება წესია ვიბიტაურსა ეჯალს ქრისტეს ვაშკაცებს აცეკვებს დიპიტაურსა ეგ მასალებლად ვარგოდეს ისემ ცრა უთხრა ზაურსა გავწირა უსწავლელები ვერ ვეზიარეთ ფშაურსა ეს მეორე ლექსი კიდე დამიწერა მეზობელმა ნაცესამა ვირმა და უკაცრავ სახედა უკულტურა თუ რა გამომივიდა შამიჭამის მგლება დამიწერა ლექსი გაზოვრ გელმა შაგიჭამა ვირიო შენ საჭმა გელხინა დასწერე 2-3 პირადა შენი ცხრები და ჭუკები კიღირდა 2-3 ვირადა მეორე პირას ჭუკები დაუჭამა და ცხრები დაუჭამა ყოველთვის სხვას რომ დასინი თავად გიჯდება ძვირადა თავგან თქმულ ვანადირეო თავს კისერ გიწევს ძლივადა რარიგად გიყვარს ეკვეხნა ვის ჯიში რა გაქვს ძირადა გლის მოკლის თავ თუ არა გაქვს ცხრებს რა დღაიხდით ძირადა აი ვინცაც მოგახსენათ ახლა ბატონმა ჟორამ ძღოლი არის და შეპირდა რომ ზამთრისა ნუ გეშინიო ისეთ შეშაც მოგიტანო ერთი საჟენი ამან უთხა და ფულსაც წინასწარ გადაუხადა და ოტანა ეს ერთი საჟენი შეშა ნუ ოტრებს ეძახიან არ ვიცი რატო დამორილი პატარ-პატარა მორიკები და ადმოუყარა აქეებ ამკაცმა და უთხრა ჟორაო თუ დაალაგებ ამასაო საჟენზე მეტი გამოგივეოდ ახლა იფიქრე ეს ჩიაკაცი ამას დამლაგებელი მაინც არ არის როგორც გადმოუყარა ესე დაიწვება და დაიწვება ადგესაც გაჯიუჭდა მეორდილას დაალაგა და გამოვიდა 10 კუბომეტრის მაგირად 6 კუბომეტრი იქიდან 2 კუბომეტრი ისეთი იყო რომ 2 მეტრიანი შვილი ყავს ამის მეგობარს და სოლით ვერ გაეჩეხა ისეთები იყო 1 კუბომეტრი კიდე გადმოხრილი და ახლა გავიდა 1 თვე გავიდა 2 თვე ბოლი არ არის ამან სახლიდან გასულ ვერახეჩავს ამ შეშავს ვერ უკეთებს და როგორც იქნა მე ამოვიდა ბოლი წკირები მოებროებინა ამის სოლს და დაანტო და ჩემი სახლიდან ჩანს ამისი ბუხარი თვე გახდა ტურუნათ ეძახიანავად ამდის ხელსულას ჩაპჩუკი ჟორას რო საქმე გაუჩნდა ღმერთმა გვიცოცხლოს ბაჩუკი 2-3 საჟენიც არ მიდა ეგეთა თუნდა ნაჩუკი კუჟრებს ნაცხერვერ წაყარა კბილების გამო საჩუკი აკავკავებულ დადებუნდის როგორც ნახნავში ბრმაჩუკიო უღრმესი მადლობა მინდა
თქვენი სახით რა თქმა უნდა კი ბრძანა ქალბატონმა მარიამა, ბატონ ვანო ბერიძიაშვილს და ქალბატონ თამილა გოგოლაურს მოუხადო მადლობა იმისათვის, რომ ის წიგნი, რომელიც ეხან ახსენეს და პრეზენტაცია ასე თუ ისე შედგა და თანაც ყველასთვის ჯერჯერ ხელმისაწვდომი არ გახდა, იქ არის რამდენიმე ჩვენი ხეობის მოლექსები შესული და მინდა რომ მაგისათვის მადლობა გადაგიხადო და შემდეგ ბატონო ვანო და ქალბატონო თამილა ვიცი რომ გზანდები და ძალიან დიდი მადლობა მაგისათვის რომ იქ მოხდა მათ შორის მამაჩელის ირაკლი ალბუთაშვილის ლექსებიც და იმ ერთ ლექსსაც ვიტყვი და ამით დავამთავროთ. ესე მოხდა რომ ჩვენს მეზობელს ხორცილი ჰქონდა და უთხრა რომ დედისბო მამაჩემს უთხრა ოღონდ არაფერი საქმე გამოიჩინო ხორცილი მაქვს ბიჭისაო და თამადად შეუნდაიყო კიო შვილი ასე შეპირდა და ერთადერთი ძრო ხავდა ბოლოს მეტი აღარ ახავდა აღარც ისა უკვე მოხუციც იყო არული და მაიზამაც იმ დღეს მივერგო ეს ნახირობა ძროხების ნახირობა ხო და ვინ გაუცლის კაცო ყველას ხორცილში უნდა სოფელში კინო არ არის არაფერი არა ერთი თუ ვინმე ამ ხორცილი ან დაკრძალვა ამ ხორცილი არ დაკრძალვა ხალხი მაგაზე იმ დღეს ჩამოიქცა იწვიმა საშილა ეხლა ცნობილია რამდენიმე კაც კი აქვს ნათქვამი კიდე აქ ეს რასაც მეკეთოთ იმიტომ რომ დამოუკიდებლად რამდენიმე პიროვნებას მოუვიდეს შეიძლება აზრად თავში რომ კაცო დაგლეჯილს უფრო მეტი გავიდო და ღრუბელს და ესო ნეტავ წავიღო თუ არაო საწვიმარეო და არაო კაცო დაგლეჯილი ღრუბელიო ესო არ იწვიებს ალბათო და მოდის გინებითა და რა გაგინებსო კაცო ამამაზაღმა ის ვერ მივხვდიო რომ დაგლეჯილს უფრო მეტი გავიდო და ვიდრე მთელასაო ხო და აი ანალოგიური ამბავია უყურე რომ მოდის უკვე გაბრაზებული მოდის იმ დღეს ახლა ხორცილში უნდა ყოფილიყო და ხმარავის არ გასცადა ქაღალდი გადააწოდა მეზობელს რა გამოგივიდა ძიერაკლი ამაფერი მეტა შევიდა და მე ვარ და ეს გავრცელდა ერთი ხლეური ღვთის ვაცხონოს იმ სისული იმას ხელში მოხდა და გამიმრავლდა სხვა საქონი გამომულად მაქვს ნახირობა ძილადა მაქვს ჩაყოლილი დედოხო ზახილობა ჩემთვი აღარც ქორწილია არც მარხვა და არც ხსნილობა გამიმუდმდა თავფეიტკე ორთავ თავის დახრილობა ისე ერთხელ თავისვენე მოსჩაღარი ჯახირობა მე მინდა ბატონ იოსებ სხოვო ალოდიდან ეს იქნება ჩვენი თიანეთის ჩვენი ხეობის ფოლკლორის წარმომადგენლობა და ხო ცნობილი პიროვნება არის როდესაც ჩავატარეთ ჩვენ პირველი ხალხური შემოქმედებითი საღამოები პირველად როდესაც ბატონი ვახუშტისა და ალექსი ჭინჯარაულის თაოსნობით ჩატარდა ფილარმონიაში მოგეხსენებათ რომ იმის შემდგომ პირველი გასვლა იყო თიანეთში როდესაც პირველად გასვლითი ფოლკლორის საღამო ჩატარდა და მაშინდელი მონაწილე გახლავთ ბატონი იოსები მაშინ ტარიელ ხუმარაშვილთან ერთად შეასრულა ფშაური შამღერნება. ეხლა დღეს წარმოდგენილია თავისი რამდენიმე გალექსება და თქოთ მოусმინოთ. მე მადლობას მოგიხდით. ნუ დატოვეთ რა მიკროფონს. ნუ დატოვეთ, ძანდებოდეთ. ცოტნე არ წარადგინა. რა ფრივარ იოსებ ტრიკლეშვილი იმ გვარის წარმომადგენელი რომელიც გვარისაც იყო ვაჟაფშაველას დედა. მამი დაიყო. მე მუშაობდი ერთ-ერთ ადგილზე და სუყლე მაშინა, ქალები მაშინებდნენ და ბალეტი მაშინებდნენ და საერთოდ ქალები მეყვარდა მე საერთოდ და ყველგან ეს ხდებოდნენ. ოდა ენას არ მოყენებდი მაინც ეს მეცრებული და ქალები იყვნენ და მე მითხრას რომ ენა დააყენებო თორო ისეთ მოლექსებს მოიყვანო რომ ენას დაგამოკლებინებსო და კარგი მეთი მე უთხრა ველოდები ეხლა შირაკში ვიყავით მაშინ შირაკში ხო კედებში ვიყავ ველოდები ეხლა უნდა მაიყვანო და ქალი შემოვიდა ქალა დამიწყო ლაპარაკი კარგი ქალა მე უთხრა უამასკე ყური მტკივა და ჩანეს ხალი მტკივა და ჯერ პატარა ხალი მქონდა და მოდგანა გეცინა და გავიდა ეს ქალი ჩემს ვფიქრობ ახლა რატო გავიდა რატო სულახან და ლექსი შემომიგზავნა ტაოტიანი რადახან პირდადაც
ცხავის მურია შიმშილით დამლეული ხარ არ თუ გაჭმიეს პურია ჭუტანა თვალზე დაგაფსი დაგიამდება ყურია რა თქმა უნდა არ დამტოვეს ქალიშვილი რა გაუწერე ლექსი მეგონა ქალის შეხედვა თვალისთვის სამურია ზაღლივით მკბენელ ყოფილღარ აგრებს დაგრილავს მურია აგრებს საჩემოდ გაგიხდნენ დედამთილი და მულია ერთხელ შენს გამოგსვასკავდი განა დანწეს მულია სასაშენ ხერა ქალ შამხდა ყველა ჩემ გამოხრულია ერთი თუაგინე რა ტრაქტორზე მუშაობდა მინდორში ვარ ბინა ხოდა და ერთი მოსადილე ყავდა ხოდა მაინც ქალებთან ხოდა საქმე რა აიხავდა წერანგი აკრო დაიგუსები ხმარისმის და ფეხიაცეთ ესე უკები საქმეს რომ აიტანდნენ ნახევარებს შეერი ვჩებოდი იმის წერანგის ყურებაში ვეღარა ვეყურები რომ მერე დაუწერე ლექსი კარგი ხარ ჩვენო პოვარო ყიჩად გიჭირავ ყელია ზერმეთ არ აღსრუ ჩახლუწავ სწორედ რომ გასწრავ ყელია უხდება შესა კაბასა ერანს რომ უჩავს წერია არშია შემოვლებულში ჩუჩუდებს საჩეჩელია რომ დავინახავთ ბიჭები უბისთან მეგვაქვს ხელია ერთი ხონა მაქვს პოვარო რა ვქნა არც ისე ძნელია ან კაბა დააგზელოდი ამ ერანს სააჭერია ერთი კიდევ ძალიან კარგი ერთი კიდევ ძალიან კარგი სალაღობო ლექსია ძია ირაკლისი ამ წიგნში და ბევრად ძროხან თუ დაგიდითო ბევრად ძროხან თუ დაგიდითო რო გძახნილან ძროხელათაო ამბავიც მოკები რა ამბავი მოკები ოკეი საიდანაც გახლავთ ბატონი იოსები ახლოს არის სოფელი ჩეკურანდგორი და ჩეკურანდგორიდან იყო ამისი მეგობარი მოჩა ჩეკურაშვილები ახსენეს ხო ჩეკურანდგორში აღარავინ დაშთა გადმოსაკით ხო და გვარი გიხსენეს გვარი პური დაუგდე ხო და ამ ჩეკურანდგორიდან არა ისინი ძროხელაშვილები იყვნენ რომლებიც იყვნენ ამოსულები უბრალოდ ჩეკურანდგორიდან იყვნენ ხო და ამოვიდნენ და ამოყვა ეს ტარელ ხუმარაშვილი ცნობილი მოლექსე და ძალიან საკმაოდ კოლორიტური პიროვნება სუფრაზე მამაჩემი ირაკლი ალბუთაშვილი თამადარი და ვეღარ გააჩერეს ხალხი კაცო ესენი ხმაურობენ ბოჟირობენ შავლები რო იტყვიან და მე მოუხადა ბოდიში სუფრას რომ ხალხო ძალიან დიდი ბოდიშიო ცოტა ხანი გადავჯდები მაყრებთანო და აწუჩი გადმოვჯდებიო და გავაგრძელოთო. გადავიდა. აუ ირაკლი, მოხედი, ჰაი, უი. შაუმღერა. რა ყოფილა თურმე ჩეკურანდგორში აფხურებული ძროხა წამოსულა იქიდან და ძროხა მიარა და მაიზამან ჩაბონվել ბუღებს გადაეყარა და იქ რამე დარჩა და წამოსულა იქიდან ხალი მული და ძალი ძროხის საძებნელა და ჩაბანოში ამოვიდა კვალი თოლჭროს რო ვეძახით აი ყაფი რომ ახალ თოლზე რო არის ისე და ამოვიდნენ კიდე ხორხელანთ ვეძახით იმათ კიდე ძალი ყავდა საშინელი ძაღლს დაუფეთებია ეს ქალები და იმ ყენიშვილ გოგია საცხონოს იმისული შეუფარებია თავის სახში ესენი და ნუ ღამე გაათენა სადაც ძროხა იქაც ძალმა და მულმა ევრან ძროხან თუ დაგიდის თო რო გძახლინან ძროხელათაო
ხურავ ძროხა რო დაკარგეთო სად როდის რა მართელავთაო ძებნელ ქალებ დეერთელთაო ზაღლი რო ყავ ხორთელათაო თავადაც იქ დაფეხ მძიმდნენო სადიმაკეს მწოხნელათაო ზროხებ ხუებს დაგიჩენეთო ქალებ ბალღეს ბოხვერათო ეგრიციან ჩაბანოსაო ფურთრო ნახვენ ოხერადაო ჩეკურანდ გორის ხორჯობს ხო ჯობდილვარ დორხელადაო ძალიან დიდი მადლობა ბედნიერები ვიყოთ მინდა რომ ლექსი იწერებოდეს თქვენ გულში თქვენს სულიერებაში მღეროდეს ყვაოდეს ჩვენი პოეზია და იყავით ბედნიერები კარგზანდებით ეხლა მინდა წარმოგიდგინოთ კარგი მამის კიდევ ერთხელ კაფის შესახებ